მიხეილ თუმანიშვილი დგამს სპექტაკლებს ისეთ მარადიულ ცნებებს, როგორიც არის სიკეთე, ბოროტება, სიყვარული, სიძულვილი და ზოგადდება ისე, რომ ნებისმიერი ქვეყნის და ნებისმიერი დროის ან საუკუნის მაყურებელს მოერგოს. ერთდროულად საუკეთესო თეორეტიკოსი, საუკეთესო პედაგოგი და ამავდროულად წარმატებული რეჟისორი, რეფორმატორი, ასეთი შემთხვევა ჩვენ ქართული თეატრის ისტორიაში არ გვაქვს. თეატრი მართველი და მეორეა შემსრულებელი რეჟისურა, ეს მხოლოდ მას შეეძლო. საოცრად გამჭრიახი, როგორც რენტგენის აპარატი ისე ხედავდა ადამიანებს. ხედავდა უცხო თვალისთვის შეუმჩნეველ თითოეულ წერტილს იმ დარბაზში, იმ სცენაზე, იმ მსახიობებში, ვისთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა. ქართული თეატრი დგას ბატონ მიხეილ თუმანიშვილზე.